სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება. საქართველოს მელიორაციის დირექტორმა სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა, შემდეგ კი ობიექტები დაათვალიერა. იმსჯელეს სარწყავი სისტემების მდგომარეობაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე. ჩამოვაყალიბოთ ახალი რეგიონული სამსახური და ეს გავაცნოთ რეგიონის ხელმძღვანელობას, მუნიციპალიტეტის მერებს, მათთან ერთად დავგეგმეთ სამომავლო პროექტები, გავეცანით არსებულ პრობლემებს და დავსახეთ მათი გადაჭრის გზები. მნიშვნელოვანია, რომ მათთან ერთად განხორციელდება 2026 წლის პროექტები, რითაც ხელი შეეწყობა ადგილობრივი მოსახლეობის, ფერმერების საირიგაციო წყლის დივერსიფიცირებულ და უწყვეტ მიწოდებას. მერებმა ისაუბრეს თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, აგრეთვე მომავალი გეგმები დაიგეგმა, რა შეიძლება გაკეთდეს 2026 წლის ბიუჯეტით. ვიმედოვნებთ, რომ უფრო გაღრმავდება მუნიციპალიტეტებსა და მელიორაციის სამსახურს შორის თანამშრომლობა. სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში არსებული ნაკვეთების სავარგულების გასარწყავიანება და მელიორაციის სამსახურის მუშაობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ითვლება. ჩვენ შორის მოხდა ინფორმაციების გაცვლა, თუ რას ვფლობთ ჩვენ მიმდინარე წლის განმავლობაში, როგორც ტექნიკურ ბაზას და ასევე დაისახა სამომავლო პირობები.